თუკი საქართველოში პროდუქტები ძვირდება, მსოფლიო ბაზრებზე საწოვის უპრეცედენტო შემცირება საქართველოში ჯერჯერობით არ ასახულა. ნავთობიმპორტიორები ამტკიცებენ, რომ ფასები უკვე შეამცირეს, კიდევ უფრო გაიაფებისათვის კი მსოფლიო ბირჟებს ელოდებიან. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საქართველოში ნავთობიმპორტიორები კარტელური წესებით თამაშობენ და საგრძნობ გაიაფებას არც უნდა ველოდოთ. სოფლიო ბაზარზე ნავთობზე ფასი თითქმის 30%-ით შემცირდა. ერთი ბარელი დღეს უკვე $65 ღირდა. დასავლელი ანალიტიკოსები ფასის კიდევ უფრო კლებასაც არ გამორიცხავენ. სოფლიო ბაზარზე ნავთობის ასეთი გაიაფება საქართველოში ჯერ არ იგრძნობა. ადეკვატური ფასტაკლებაა 20 თეთრი. საქართველოში 1 ლიტრი ბრენდირებული საწვავის ფასი 2 ლარს ჩამოწდა და დაახლოებით ლარსა და 94 თეთრის ფარგლებშია. ნავთობიმპორტიორ გალფში ამბობენ, რომ ბოლო დღეებში საწვავზე ფასები 20 თეთრით შეამცირეს. იმ შემთხვევაში კი თუ მსოფლიოში ნავთობზე ფასების კლება გაგრძელდება, დეკემბრის ბოლომდე საწვავზე ფასები საქართველოში კიდევ უფრო დაიკლებს. თუ ეს ტენდენცია ესე სტაბილურად შეინარჩუნდა, რა თქმა უნდა, ისევ მოსალოდნელია ფასების დაწევა. მოსალოდნელია, რა თქმა უნდა, ახალ წლამდე. მესამედი დაკარგა მსოფლიო ბაზარზე. ნავთობის ფასმა და აქ თითქმის არა. ის რომ საქართველოში საწვავი მსოფლიო ბაზრის შესაბამისად არ იაფთება, ამას მომხმარებლებიც ჩივიან. იაფი რო იყოს, უფრო გაიქნება. ძველ ძვირი ჩდება. ბანკანი შენახვაზე და სიარულით. გაცილებით ნაკლები უნდა იყოს, მაგრამ რატო არ არის ეს არ ვიცი. შეიძლება იყოს დადებითი რაიმე მიზეზები, შეიძლება იყოს რაღაც მერკანტილური უბრალოდ ესეთი მეტი მოგების იღებისთვის. ეს ფასი მე შემცირდეს, ამას ალტერნატივა არა აქვს. ის რომ საწვავზე ფასმა კიდევ უნდა დაიკლოს, ამას არც ნავთობიმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი უარყოფს. თუმცა როდიდან მოხდება ეს, ვანო მთვრალაშვილი ვერ აკონკრეტებს და მხოლოდ ამის იმედი აქვს. ფასები მნიშვნელოვნად არის შემცირებული საერთაშორისო ბაზარზე და რა თქმა უნდა, ადეკვატური შემცირება დროის გარკვეული ინტერვალის შემდეგ ჩვენთანაც აისახება. საქართველოში საწვავზე ფასების მკვეთრ კლებას არ ელოდებიან ეკონომიკის ექსპერტები. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში ამის მიზეზად ქართულ ბაზარზე წლების განმავლობაში დამკვიდრებულ კარტერულ შეთანხმებებს ასახელებენ. ეს კლება, ეს მოცულობა, რაც დაფიქსირდა ბოლო პერიოდში საქართველოში, არ არის იმის ადეკვატური, რაც სოფლიო ბაზარზე დაფიქსირდა. 1 იანვრიდან, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან დღემდე სოფლიო ბაზარზე ნავთობი არის გაიაფებული 20%-ით, ოდნავ უფრო მეტით. ხოლო საქართველოს შიდა ბაზარზე ნავთობპროდუქტების უკვე თითქმის იგივე მდგომარეობაა, ძალიან 1%-ზე ნაკლებია ფასების კლება. როდიდან აისახება მსოფლიო ტენდენციები საქართველოში ნავთობიმპორტიორების უმეტესობამ დღეს ამ თემაზე კომენტარი არ გააკეთა. კონკურენციის სააგენტოს კი ნავთობის ქართულ ბაზარზე მიმდინარე პროცესების მოკვლევა უკვე დაწყებული აქვს.